პირდაპირ საკითხიც. აქ მინიშნებულია საქართველოს მეცნიერთა კონგრესის პოზიცია, როგორი ხელისუფლება ჭირდება ქვეყანას. მე დღეს აქ ვარ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ხოლო წარმოვიდგენთ კონცეფციას და უნდა ვიმუშაოთ. ბატონო ვახში ჩვეულების იმის მიხედვით გააკეთა ანალიზი ბევრი რამის, მე დღეს არავითარ ანალიზს არ ვაკეთებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის. მე მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგენ იმას, რაზეც მეცნიერებმა მიცადპირეს შევთანხმდით. აი აგერ ამ დარბაზში და აქ ისეთი მეცნიერები არიან, ნებისმიერი ქვეყანა იავალებდა. ამით მე ვერთები ბატონ გიამადარიშვილთან დაკავშირებით მილოცვას, ეს უნივერსალიზაცია და გამორჩეული პიროვნება არის, ისევე როგორც ბატონი დარიელ ხარხილაური, ესენი მეცნიერთა კონგრესის უდიდესი წარმატებული პიროვნებები არიან და სასიამოვნოა, რომ აი მიგილეს უმოცავ ჩვენ დღეს ერთ დაბაშია და მეორეს კიდე თიანეთშია და აქედან ვესწავლები. აქ პირდაპირ გადაცემა მიდის Facebook-ზე და შეიძლება უსმენს კიდეც. ბატონო, ძალიან თუქია დავაიწყო და ახალი დოქტორი რო ყავს. მაგი მინდა მესწრე. ძალიან საინტერესოა. ახალმა დოქტორია. ბატონმა მე რამდენი დოქტორია თვითონაც აღარ იცის, აერია. ეს არის იქარია რომ ქუთაისის რეფორმების შვილია, განათლების რეფორმების შვილია, ესე იგი არის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერი და არა მარტო საქართველოსთვის, ბატონი გია პაშილავა, დღეს ყველას გვაცნობა რომ ეს ვიცოდით ჩვენ გაფორმაცია, მაგრამ ძალიან აკადემიურად და კარგად ჩამოვყალიბა რომ ხორვალი იუნესკოს მიერ გუშინ ნიუ-დელიში შეტანილი არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. მიულოცოთ საქართველოს საქართველო არის ღვინისა და ხორბლის ქვეყანა და ამ საქმეში მეცნიერთა კონგრესი ისევე როგორც თქვა ბატონ გიას იკავს, ბატონი ესე იგი ბაკურ გულვას, ბატონი გლონდი ძალიან საინტერესო პიროვნება, პროფესორი დოქტორი მათირონი ძალიან დიდი იყო და ყველას დიდი მადლობა უთხრა, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. ეს უდიდესი გამარჯვებაა. თუმცა ბატონო გია დამეთანხმებით, რომ უმწოვესი შეფასებებია გაკეთებული, რომ საქართველოში ტრადიციებისადმი დამოკიდებულება არის ცუდი. დოკუმენტში წერია ის, რომ ამ ხორბალს ეკიდებიან ცუდად, შემოავლე გარედან, მთელი ამბებიაში ძალიან სერიოზული. ჩვენ გავდეთ Facebook-ზე ეს მასალა და ძალიან გახარებული ვარ, რომ როგორც ღვინის ხაზით 4 რამ არის, რომლითაც ბიბლია და ჩვენი ცხოვრება არის, ეს არის წყალი, ღვინო, თაფლი, ხორბალი. 4-დან არის დაკავშირებული მეცნიერთა კონგრესი და ძალიან სერიოზული პროგრამული დოკუმენტები გააჩნია. ბატონო რომან რუა შეიძლება შემოგვიერთდეს ის პროგრამა წყალთან დაკავშირებით სათავეშია, ბატონი ვახში ის მეცნიერთა გუნდი თაფლთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული რამები განახორციელეს, ესე იგი ხორბალთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია ქვეყანაში ჩართული და ეს სასიამოვნოა და ხოლო ღვინო აი ეგ კაბოტურ მედიასთან ერთად ვიტყვით რომ გამოცხადდა რომ ესე იგი შემოდგომის პირველი დღე მსოფლიო მასშტაბით იქნება აღნიშნული როგორც ღვინის დღე და ამის ინიციატორი არის საქართველო და ეს ყველა ეს პიროვნებები დაკავშირებულია ჩვენთან, მეცნიერთა კონგრესთან, აზიის აკადემიასთან, გელათის აკადემიასთან და ასე შემდეგ. ეხლა ისე საქმესთან დაკავშირებით ვიმეორე აქ მოცემულია განმარტება ხელისუფლების. მეცნიერთა კონგრესმა 15 წლის წინ თქვა გააკეთეთ ეს და იყავით, დაგიკრავთ აქს. თუ ამას არ აკეთებთ, არ ახართ ხელისუფლება. კონსტიტუციის გარეთ აყენებს საკუთარ თავს. ჩვენ ყველას უთხრით, თუ თქვენ თვლით რომ ეს ძნელია და ის 21 პუნქტი ჩამოყალიბდა, მეცნიერთა კონგრესის პროგრამები და ის ხალხი, ვინც არის დაკავშირებული და ის პრინციპი, როგორადაც ჩვენ ვადგენთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას, ის აიღებს პასუხისმგებლობას და 2 წლის განმავლობაში ამას პრაქტიკულად დაასრულებს. ხონდა დამთავრდეს ქვეყანაში ხალხის წამება. ჩვენ ხმამად და ყველას ვეუბნებით. აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი. მან შემოიტანა განმარტება. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლება მომზადდა და საქართველოს ხელისუფლება სწორედ აი ესეთია, რომელიც ამას აკეთებს. ეხლა გადავიდეთ საქმესთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროექტის უმნიშვნელოვანესი აქ პირველი პარლამენტის წევრები არიან. შემდგომი პარლამენტის წევრები არიან. აქ სხვადასხვა პარტიული აქ არიან
წარმომადგენლები, რომლებიც შევარდნაძის დროს იყვნენ ხელისუფლებაში, გამსახურდიას დროს იყვნენ ხელისუფლებაში არიან ამ დარბაზში, იყვნენ შევარდნაძის დროს გარკვეული თანამდებობები ეჭირათ, ბატონი ზვიადის გამსახურდია თქვით შევარდნაძის დროს თქვით, მიხეილ სააკაშვილის დროს დიდი ფიგურა ვინ უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარე გახდა ბატონი კოტე, რომელიც ეგრეთ ბატონი კოტე კენულარია და ერთ-ერთი გამორჩეული დღეს რადიო ტელევიზიაში გადაცემა მოხდავს და ვიმეორებ რომ დღევანდელი ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბევრია, ოღონდ იყვნენ შიგნით და უკვე გამომიდოდნენ ამ მნიშვნელობა ჩვენ არა ვართ არც ერთი პარტიის ამ შემთხვევაში წარმომადგენლები, ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვადგენთ კონცეფციას როგორი უნდა იყოს. პრინციპს ვაყალიბებთ თავად. საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით თავისუფალი იქნება დაპირისპირებისგან, კონფრონტაციისგან და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებისგან. საქართველოს არ გულია ხელისუფლება 92 წლის შემდგომ, რომელიც ქვეყნის შიგნით არ არის დაპირისპირებაში თავისივე ხალხთან თუ თავისივე გუნდთან და არ არის ანგარიშვალდებული ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება გარდა იმისა, რომ ეს შეასრულოს, ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არ არის ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. ეს არის პრინციპული განმარტება, მსოფლიოში მიღებული, რომ თუ გინდა ქვეყანა წავიდეს წინ, მას არ შეიძლება ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც მიდრეკილია ფულისკენ და ძალაუფლებისკენ. თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა და ვინც ისმენს და ვინც დახავს ამას გადაცემას თუ ოდესმე ასეთი ხელისუფლება ყოლია პირიქით მე მგონია რომ რაც რო გადის ვით უფრო ძიმე ხდება. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას. და დღეს აქ ჩვენთან აქ ითქვა უკვე ბატონი გოგაჟვანი ესწრება ბატონი ძმა ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა და იყო ხელისუფლებაში წევა ვთქვათ აი წინა ხელისუფლებაში და ვინ მინდა მან ყველაზე უკეთესის ოცნებაში შინით რადუგლია და როგორი მდგომარეობაა და ამიტომ ჩვენ ამ პრინციპებს ვაყალიბებთ ალბათ ყველაზე მეტად ის ფიქრობს გულში რომ რა ბედნიერი იქნება ქვეყანა როცა ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლებისაგან უნდა ელოდო ყველაფერს. ფულის მოყვარული ხელისუფლებისაგან უნდა ელოდო ყველაფერს. გარდა ეროვნულისა, გარდა ადამიანურისა და გარდა იმისა, რაც ქვეყანას წაიყვანს წინ. ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლებაზე. ბევრს გონია, რომ ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ნიშნავს ერთნაირად მოაზროვნეთა შეგრებას. ეს არის აბსურდი. ჩვენ ასეთი რამ მეცნიერთა კონგრესში ეს განმარტება ეროვნული თანხმობის ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ყველა ენას რომელიც გარკვეული მოცულობითაა ქვეყანაში თავის წარმომადგენლები ყავდეს პარლამენტში. რომ პარლამენტში ყავდეს თავის წარმომადგენლები, ესე იგი, ყველა რეგიონს. თქვენ იცით ამერიკაში როგორაა წონასწორობა დაცული, არის ორი პალატა. ერთ პალატაში ირჩევენ იმის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ხოლო მეორე პალატაში ირჩევენ შტატებიდან გამომდინარე, ყველა შტატს ერთნაირი წარმომადგენლობა აქვს, რატომ? რომ დაცული იყოს ბალანსი. პრაქტიკულად საქართველოს პარლამენტი რომ ავიღოთ კარგად თბილისის ორ რაიონში მცხოვრებ ადამიანთა პარლამენტია. ეს ამათ სხვა მეტი არაფერი რეგიონებთან ხოლო თუ ჩაივლიან ფულის დასარიგებლად ან ხალხის მოსასყიდად ან რაღაცა ზოგიერთმა ნარკოტიკებიც კი ჩაიტანა კიდე და სხვა მეტი აქ ამ შემთხვევაში სხვა რამეს სხვასთან არ არის. ამიტომ ვიდრე არ იქნება პრინციპი დაცული ეროვნული თანხმობა ანუ საზოგადოების ყველა ფენას მე მომწონს არ მომწონს ჩვენთანაც არის ეს კამათი ძალიან ბევრია ბატონი ირაკლი მაჭავარიანი ეცება და ჩვენ ძალიან ბევრი კონფლიქტი მოვიწიეთ პიროვნებასთან რომ ის არნაირია ჩვენ ვამბობთ რომ იმ კატეგორიასაც აქვს იმ სოროსის არიო და რაღაცოი ჩვენ ვამბობთ იმას რომ ვისაც ყავს წარმომადგენლობა ქვეყანაში რაღაც გარკვეული მე მომწონს არ მომწონს მე არ უნდა ვიყო იმის წინააღმდეგი რომ ვთქვათ ის პარლამენტში იყოს ისევე როგორც მე უთხარი მაგალითად ბატონ უსუფაშვილს დიდი ტრიბუნიდან რომ ჩვენ შორის ერთი განსხვავება ის რომ მე რომ მქონდეს საშუალება ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თქვენი იდეოლოგია არ იყოს ქვეყანაში მაგრამ თქვენნაირი კაცი ერთი მაინც რომ იყოს პარლამენტში
იმიტომ რომ თქვენ ქართულ წარმომადგენლობა, მაგრამ თქვენ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვენი იდეოლოგიის გარდა ჩემნაირი კაცი რომ არ იყოს პარლამენტში. ჩვენი პრინციპი არის სხვა. საზოგადოების ყველა ფენას, მემარცხენე ხარ, მემარჯვენე ხარ, ცენტრისტი ხარ, რომელი პიროვნება თუ შენ გყავს ამომრჩეველი ქვეყანაში რაღაც გარკვეული რაოდენობა, ეს ყველას უნდა ყავდეს თავის წარმომადგენელი ბალანსი იყოს დაცული. სხვანაირად ეროვნული თანხმობა ვერ იქნება. ეროვნული თანხმობა არ ნიშნავს ერთნაირად დაზრუნებას. ეროვნული თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი რაღაც სამეგობრო ვიყოთ, როგორც პარტიები ხარებდება ჩვენთან. ამიტომ ეს თავიდანვე რომ გამემართა. ეხლა რაც შეიძლება იმას თქვა, როგორ ხდება ეროვნული თანხმების არჩევის მოკლე პრინციპები რომ ჩამოვაყალიბებთ და შემდგომში ამას ნელ-ნელა მატრიალებთ და თავად იმას მოისმენთ. ჩვენ ვეუბნებით ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ ეტაპზე პარტიების დრო არ არის. პარტიებმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარ თავი. რომ ხალხში არის სიძულვილი პარტიების მიმართ, მიუღირებლობა პოლიტიკოსების მიმართ და ამას გაყვა კიდე უკვე ინტელიგენციაც, იმიტომ რომ ხალხი ფიქრობს, რომ ინტელიგენციამაც გაყიდა. ჩვენს ძალიან ვაკრიტიკებთ ერთგანეს და თვითგვემაში ვართ. და ძალიან ბევრ გამოსვლას ვუსმენ, ესე იგი სულ თავში ბრაყუნია და მე ვარ და სხვა არავინ არ არის. არა. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით. და აი ამ პროგრამულ დოკუმენტში ჩვენ გვიწერია, რომ ყველა პარლამენტში იყვნენ ქვეყნისათვის საჭირო პიროვნებები. გამსახურდია პარლამენტის სავსე იყო ასეთი ხალხი. იყვნენ შემდგომ შევარდნაძის პარლამენტებშიც, იყვნენ სააკაშვილის პარლამენტებშიც, არიან ბიძინამანაშვილის პარლამენტებში. ჩვენ ასეთი დამოკიდებულებით უნდა ვიყოთ, ბატონებო. თუ გვინდა რომ ქვეყანა შეძლეს თორე აი როგორც დღეს ხდება ყველა გიწევს და მე გამოვიდა ჩვენ თქვენ დაგიძახეთ ახალგაზრდები გამოდის ამისნაირად ჩვენ დაგიძახეთ ესე იგი მიტინგზე აუდიტორ დაგიძახეთ მე რატომ და რას ნიშნავს ეს დამიძახეთ მაგრამ ბავშვია თუ რაღაც უმიმიტყვანი კულტურა არ არის აბსოლუტურად არ არის პოლიტიკური კულტურა არ არის მიმართვის ურთიერთობის იმას რომ მე ასეთი მას როლი ვიჩვენ დავარეკეთ და ვიტყვი რომ ვისი დასაწყისებლად მე მივდივარ არავინმეს დაძახებაზე სადაც გები საქართველოსთვის და არა ისო ვიღაცამ დამიძახა რა უნდა დამიძახოს არ აყვაზდება საკუთარ თავს იმხელა უფლებას რომ მე თქვენ დაგიძახეთ ან როდესაც გამოდიოდა სხვა სასწავლო ჭკუას ჩვენ თავაზობთ პრინციპს ეს პრინციპი არის 15 წელია შეთავაზებული ჩვენ თქვენ დაგირიგდათ ვისაც არ აგიგიათ აიღებთ ეს სამი დოკუმენტია თქვენთან მოცემული კარგად ნახეთ ეს სამი დოკუმენტია აი ამას რომ წაიკითხავთ რა ასე იგი ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია აი რა წინადადებები უარყოფეს პარტიებმა ეს ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი წერილია 2016 წელში ეს გაეგზავნა და 2020-ში თქვენ ამას რომ წაიკითხავთ მე მივხვდებით იმას რომ აი ამის წამკითხვები რომ არ შეხვდება მის ავტორებს და ამის შემქმნელებს იმას საქართველოსთვის კარგი არაფერი არ უნდა წაიკითხეთ წერილი და დარწმუნდებით ამაში ეს წერილი ბოლოში ნახეთ როგორ მთავრდება ჯერეთი ამაში წერია რომ ჩვენ ვეუბნებით პარტიებს და ბიზნესმენებს რომ არავინ არ არის დღეს მზად იმისთვის რომ ერთმა რომელიმე პარტიამ კონსტიტუციური უმრავლესობაც რომ მიიღოს ეს ქვეყანა კრიზისიდან გამოიყენოს არავინ ამისთვის მზად არ არის ამიტომ არის ერთი კონცეფცია ეს არის თქვა ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნა ბოლოში მთავრდება იმით რომ ესე იგი ვეუბნებით იმას რომ დავივიწყოთ ყოველგვარი მიმართავ ბატონო ბიძინა დავივიწყოთ 2016-2020 წელი დავივიწყოთ ვინ ვის ვაწყენინეთ ვინ ვის არ მეუთხარა გადავდგათ ნაბიჯი და საქართველოში როგორმე შევქმნათ ერთობა და ეს ერთობა ამოდიოდეს საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე არავით არის გადადგმული წინადადებები ერთი დოკუმენტი ეს გაქვთ მეორე დოკუმენტი თქვენ არ გაქვთ შემუშავებული პრინციპები ვინ უნდა შესულიყო პირველ ეტაპზე პარლამენტში ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია რომ პარტიიდან პარტიაში მოვლენ არის არა ამ ეტაპზე რომ ის ფინანსებოდა გარედან არა ამ ეტაპზე ვინ შექმნა სოციალური ორგანიზაციები არა ამ ეტაპზე ყველაფერი კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული შიგ მაგრამ აი ამას მოკითხულობენ ჩვენ რო გქონდა პარტიებთან შეხვედრა ამ პრობლემებს დახიეთ ეს გვეუბნებია რომ ეს არ გამოაჩინა ჩვენ პირიქით დღეს ომოსულდნენ ვარიგებით ამას ჩვენ არ ვამბობთ იმას რომ ამ დოკუმენტში ცვლილების შეტანა შეიძლება მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ეს არის განხილვისთვის საქმიანი დოკუმენტი თუნდაც ყველაფერი შეცვალოჩი ამ დოკუმენტში ყველაფერი წერია და მე კიდე ერაფეძენიშვილმა ძალიან კარგმა პიროვნება გითხრა რომ ერთი მართალი ტელევიზია თუ არ იქნა ქვეყანაში დაიქცევა ქვეყანა და ჩვენ სწორედ აი ამის საშუალებით დავიწყეთ აი აგერი საზოგადოებრივი პარლამენტის ანუ ეროვნული თანხმობის აი ესეთი მიმართვა 1000 წელია
ნებისმიერ პიროვნებას ჩვენ ამ წლის ბოლომდე და სადღაც იანვრის შუარიცხვებამდე შეუძლია კიდე წაიღოს ეს დოკუმენტი და მოგაწოდოს თავის წინადადებები. 3-4 კაცს აქვს უკვე თავის მოსაზრება გამოგზავნილი. ეს უნიკალური რამ არის. აღმოჩნდა რომ 200-მდე პიროვნება, რომელსაც 10 და მეტი ადამიანი უჭერს თითოეულს. ეს უკვე თავისთავად კარგია. აჭარაში თუ ხას გიჭერენ, კახეთშიც, გამოგონო ფაქტში, იმერეთში, უკვე საინტერესო პიროვნება ხარ არა? თანაც პრინციპებია ჩამოყალიბებული, როგორ უნდა გაკეთებულიყო ამის. ანუ ეს დოკუმენტები არის უმნიშვნელოვანესი და ამ დოკუმენტებში ერთ-ერთი მთავარი არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომლის განხილვითაც დაიწყებს მუშაობას საზოგადოებრივი პარლამენტი, რომელიც ჩამოყალიბდება. ეხლა ჩვენ პრინციპი რამც ავიღეთ, რომ მოსახლეობას მიმართოთ, ეს ერთია, მაგრამ რატომ ავიღეთ ეს პრინციპი? რა მიმართეთ ჩვენ 2015 წელში და რა ვთხოვეთ პოლიტიკურ პარტიებს? უთხარით, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გვაჩვენოს ვინ არის მისი 300 კაცი. 300 კაცი ხო უნდა იყოს, მაშინ ეს იყო კანონი, რომ პარტია იქნება, როცა 300 კაცია და თუ შეცვლილია რაოდენობა არ არის პრინციპული. იკრიბებდეს 300 კაცი, ღიად თუ ტელევიზია არ გადაცემს, თუ ყველა შევთანხმდებოდით ტელევიზიითაც, პარტიის თავმჯდომარე დგება ტრიბუნასთან და პოლიტიკოსებს გარეთ, ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ პარტიებს გარეთ ქვეყნისთვის უფრო საინტერესო ხალხია ამ ეტაპზე საქართველოს მომავლისთვის ვიდრე პარტიებში. ამიტომ მოდით ცოტა ხნით პარტიებმა გავიწიოთ, მაგრამ კი არ დავამთავროთ ჩვენი საქმიანობა. გავიწიოთ გვერდზე ცოტა ხანს და მოდით პროფესიონალებს შევქმნათ პარლამენტი, რომელიც იქნება პოლიტიკური, მაგრამ არ იქნება პარტიული. აი დღეს ჩვენ ყველა პარლამენტი რაც გქონდა აქამდე იყო პარტიული. ჩვენ ვლაპარაკობთ შევქმნათ პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ ეს არ იყოს პარტიული პარლამენტი. როგორ ყალიბდება თანხმდებით პარტიები, რაც ყველაზე ძნელი გახდა და ამაზე ამბობენ უარს. დავხდებით იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური ლიდერები, ვინც ვართ, ამ სიებში არ შევხვდით. ამ ეტაპზე ვისვენებ, გავიწიოთ 4 წელი გვერდზე. და ვთქვათ ის, რომ ჩვენ მოვიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და ვხედავთ, რომ სულს გაფარს. ძალიან ბევრი რა, იუნესკო მაგერ ხორბანი მიიღო, რომ კარგია და გეუბნება, რომ ლანძღავს და ფათხავს, და იქაც კი გეუბნება, რომ ცუდად მუშაობთ თქვენო და მე დავწერეთ ეს რომ 2 ძეგლი გელათი და ბაგრატი მე მივმართ იუნესკოს მაშინ და მივიდეთ და მე მგონი ერთის და მეორეც ამოღებულია ვეგენან ისეთი რამეები განვითარდა მე ამ ორთავე ძეგლთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ვეუბნებით ყველა პარტიას, დავჯდეთ. თქვენ ჯდებით, ყველა პარტია ჯდება. ქმნის სიას პოლიტიკოსების გარეთ, თავის პარტიის გარეთ, აყალიბებს 150 კაციან სიას. მე გაწმუნებ თქვენ 120 და 130 პარტიაო, ამას ვერ შეძლებს 10-12. 300 კაცი დღეს არ დაუჯდება 10 პარტიასაც კი რომ მე იმ პარტიის წევრი ვარო, ამასთან რომ გაიგიოს, ახი არ დაუჯდება ძალიან ბევრი მე მოიცით როგორ არის რა პარტიის წევრები დაემალებიან, ზოგი უცხოეთში წავა და ზოგი რას მოიგონებს და ზოგი რას არ მიგენ არ გამოჩნდებიან. აი ეს მდგომარეობა დღეს რეალურია. ვისი დანახვაც პარტიებს არ უნდა და ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში ზის. და მათი პარტიის ისინი არიან გარეთ აბსოლუტურად სიმშვიდეა. ნებისმიერ ქვეყანაში ერთი კაცი უნდა იჭირო თუ ის სერიოზული ლიდერია. მთელი ქვეყანა დაიწყოს. ყველა ციხეში ზის და გარეთ სიმშვიდეა. და სულ სხვა ძალები, რომლებიც პრაქტიკულად იმ ციხეში მზობებს ებრძვიან, გარეთ ვინც მიტინგებს ატარებს, იმათთვის მიუღებელია ისინიც. ისეთ შაბეჭდილება რჩება, რომ იმათ სასარგებლოდ მოხდა ყველაფერი, იმათ არ აწევდა ის ხალხი და რეალურად ეგეთი რამ მოხდა. ანუ ხელისუფლება მიაღწია იმას, რომ ვინც უნდა მას და როგორიც უნდა ისეთი ოპოზიცია აქვს. ეს არის ყველაზე ტრაგიკული მომენტი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შენი მორჩილი, ანუ შენი ქვემდებარე, ანუ შენგან შეშინებული, ანუ შენ წინ დაჭოქილი ოპოზიცია ხავდეს. საქართველოში ხულმა შეძულეს, ისევე როგორც უმძიმე საქმეს აკეთებს ეხლა ეს არაბული კომპანია. ერთი 20-30 მილიონი აქვს იმად გასაჩერებლად, ვინც დაიწყებს ხვირის. იმას დაურიგებენ ზოგს 1 მილიონი, ზოგს 9 მილიონი, ზოგს 100,000 ზოგს და დაიწყებს ამის დარიგება, რომ გაარჩუნოს და ძალიან ბევრი უკვე წნარადა. აი ის იმაზე რომ იძულებული ხარ ამის დაშვება მე გუშინ ვთქვი რომ აი მე არ ვარ ქუჩის მომხრე, მაგრამ თუ ხელისუფლება არ წავა იმ კომპრომისზე კი არა შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, თუნდაც იმას არ გამოაქვეყნებს, მარტო ამის გამო, რო არ გამოაქვეყნებს, მე მზად ვარ გაეროს ის პუნქტი მოვიდეს მოქმედებაში, სადაც არის რომ ხალხს აქვს უფლება რომ ხელისუფლება დაამხოს. აბა როგორ ხელშეკრულება დაფორმება არაბულ კომპანიასთან და მეუბნები რომ ამას ვერ გაგიმხელ რა მიწერია შიგო. ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში 30 წლის კაცი არის.
და გუშინ პირდაპირ დაუშვი კითხვა და მითხრა იმპიჩმენტი უწუჩიმებს პრეზიდენტის რომელიც ამას დაუშვებს რომ ხელშეკრულება მოაწერა რომელიმე ქვეყანასთან მიწის ნაწილზე შემოდის და ასეთი რამე ქალაქს აშენებს ქალაქს არსად არაბებს ქალაქი არ აუშენებია საქართველოში აშენებს ქალაქს და ხელისუფლება გეუბნება იმას რომ მე შენ ვერ გაგიხილ იმას ხელშეკრულებას რაც მოაწერია ამას ვინც მოიწმენს საქართველოში მე ხელი მომმართავ მე მარტო ვიყო და ვიცი რომ მარტო არ ვიქნები და ძალიან მე მზადა ვარ რომ თქვა ყველა ფორმით ყველა იმით სიცოცხლის ბასად დაბგე იმისთვის რომ ეგეთი რამ არ მოხდეს ამ ქვეყანაში მე საერთოდ თქვი იმიტომ რომ პარტია შეიკრიბა 300 კაცი დაგვანახა და წარმოადგინა სია 150 კაცია ეს გააკეთა ყველა ვინც ამას შეძლებს 10 15 თუ 20 ხდება რანჟირება შეერთება ამ სიების მე ჩვენი ჩავატარეთ უნიკალური ექსპერიმენტი იყო ასეთი რომ ეს ოცნების გარკვეულ ჯგუფს თხოვეთ დაწერეთ თქვენ 41 თვის განმავლობაში დაწერეთ 50 კაციანი სია თხოვეთ ნაციონალების გარკვეულ ჯგუფს დაწერეთ 50 კაციანი სია ჩვენს დავწერეთ 50 კაციანი სია 15 კაცი ერთმანეთს დავერთხოთ თქვენ წარმოგიდგენიათ რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას წინ 150 კაციანი სია ჭკვიანურად უდაწეროს მე პარტია ამით გაიშიფრება როგორ სიას წარუდგენს ხალხი ხო დაინახავს როგორი ერთი კაცით რო შეიყვანოს ცუდი უკეთელი პარტიის სახელი გუჩდება ამიტომ ყველა შეეცდება რომ კარგი ბიმე შეიყვანოს წესიერი პატიოსანი ჩვენ 4 კრიტერიუმი ახლა ბატონობაში ძალიან ბევრ კარგამებს იმაში აკალიბებს იქ მაგრამ 4 კრიტერიუმია ინტელექტი ენერგია გამბედაობა და წესიერება წესიერების გარეშე პირველი 3 უფრო გამანგრებელია ჩვენ მეუბნებით რომ ყველა პარტიამ ამ 4 კრიტერიუმით აქ არის ჩამოყალიბებული თქვენ დაგირიდეთ ის მასალა ვინ არ შეიძლება შევიდეს ამ სიაში აი როცა ამას 50 კაციან სია შევაერთებთ ჩვენი პროგნოზით 80 კაცში მინიმუმ 70 კაცი დავემთხვევით ერთმანეთს უკვე გადაწყვეტილია ქვეყნის საკითხი თუ თქვა ყველა პარტია შევიკრიბეთ სხვადასხვა იდეოლოგიით სხვადასხვა მიმართულებით მემარჯვენე მემარცხენე ცენტრისტი თუ სხვადასხვა დავასახელეთ ცოტა საქართველოში ისეთი ხალხი აი ვისაც თანაც როგორ არის ამ დარბაზში რამდენიმე პიროვნება რომელიც დასახელებულია ამ სიაში და უნდა გითხრათ რომ დასახელებული ახლა როცა აი ეგრე ორი პიროვნება აი ბატონი თემო ჩილეჩევა და ბატონი გიაკვაშილა ორთავი დასახელებულია ბატონი კოტეც დასახელებულია აი ეგრე ისა უამრავ ადამიანმა დაასახელა და რო უთხრა ახლა მეშინი ამის რო თქვა იმიტომ რომ უთხრა რამდენიმე პიროვნებას აქ შეიძლება გამლახო მე და სხვა რამე ამ პარციებში და ამ შევადარდა და ეგ თქვენს გვერდით დროზით ბატონ ნიკოლოზ ჩვენ დიდი უგილარი მას უთხრა რომ პარლამენტში შედიო და მე მგელობაში ჩვენი ბატონი გიანა დარიშვილი შეიძლება გითხრას რომ მაგრამ ნახეთ რა პრინციპია აი აგერ რომან გურუას ციგნია რომან გურუას ციგში წერია ჩვენ ბუნებრივი განვითარების გზაზე უნდა დავბრუნდეთ და მეცნიერთა კონგრესის ერთი რამ ამოიღო ვინც პარლამენტისკენ გარბის ეჭვით შევხედოთ მაგრამ ვინც პარლამენტში სჭირდება იმას შევეხვეწოთ ჩვენ ისეთი ხალხი დაასახელეს იქ უამრავ ადამიანს უნდა შევეხვეწოთ თავიდან რო გაიგო ბატონმა თენგიზი ხამიჯიამ აღარ მოვალაკო მითხრა და ვეუბნები ახლა ნუ მოხვალ თუ გინდა მე კი არ დამსახელები ხარ ეგ და დავშли თუმცა დასახელებული მაგრამ ვარი ხალხი ვინც დასახელებს და ვისაც უნდა და აგე ბატონი ირაკლი მაჭავარიანი და ბევრი მიეს დასახელებული რომელსაც დღეს ახლა ეს შეხედრა არ არის ამის მაგრამ მე ვამბობ პრინციპს რომ აი ხო ხედავთ როგორი კარგი რამ არის შეიქმნა საერთო ბანკი 70-80 კაცი გამოვიდა რომ ერთი და იგივე გვყავს მაგრამ ნახეთ რა არის არჩევნების თავარი პრინციპი არჩევანის თავისუფლება ანუ მე უნდა ხმის მიცემა უნდა შემეძლოს და მე მივიღო თვითონ მონაწილეობა ვიყო სიაში არჩევნებში ეს არის ჩემთვის ფუნდამენტური ორთავე დაცულია დღეს არ არის დაცული თუ პარტიაში არ ხარ ვერ იგენს აქ დაცულია ყველაფერი აქ არავითარი პრობლემა არ არის თავისუფლებული ადამიანმა კიდე თავის კანდიდატურა დააკავოს და შევიდეს ამ სიაში კეთდება ერთი საერთო სია ვინც ყველაზე მეტი ხმა რაოდენობა მიიღო აი ერთი და ორი ხმა რომ მიიღო ის არა მაგრამ თუ ასეთ სიაში იქნება თქვა ვიტყვით რომ 10 კაცზე მეტი ხმას ვინც ეწევს ისინი შედიან ჩვენ მე გავიტანთ ამას და ისე როგორც 1991 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდია ჩაატარა პირველი ადგილობრივი არჩევნები ერთიანი სია ქვეყნდება
და ამ ერთიან სიაში შეყვანილია ყველა, ვინც დაასახელეს პარტიებმა და როცა მოვაგდინეთ შეჯერება, ვინც მეტი ხმა მიიღო, აი იმ ხალხისგან შედგა. თუ ვინმე იტყვის, რომ მე მაინც მინდა რომ ვიყო, არ არის პრობლემა, შეიძლება შევიდეს შიგ და თუ მიიღებს მხარდაჭერას. აი ეს არის სერიოზული მიდგომა. ჩვენ მაგალითად, ეხლა პარტიები მეკითხებიან, კი მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? პარტიებს ვეუბნებით. ჩვენ ვქნით პარტიათა ასამბლეას. ასამბლეა არის ცალკე ტარდება კვირაში ერთხელ ან თვეში რამდენიმე შეხვედრა და ყველა პარტია, როგორც 20-ეული და 7-ეული რომ იკრიბება, ყველა პარტიას აქვს უფლება რომ კვარტალში ერთხელ გააჩინა რამდენი იქნება, კვარტალში ერთხელ ყველას მოუწევს, კვარტალში ერთხელ გამოიტანო შენ ის საკითხი, რომელიც შენ გაინტერესებს, გააკეთო მოხსენება, გამოხვიდე და რეალურად ამ პარტიათა ასამბლეაში უნდა ვიმუშაოთ ფუნდამენტურ დოკუმენტებზე. კონსტიტუცია, ვისაც მიგაჩნია თუ გვაქვს, არ ვიცი, მე თქვენ მოგიმართოთ, მე ვთვლი, რომ ეს არის არა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატული კონსტიტუცია, არამედ ეს არის პარტიული ინტერესების გამომხატული კონსტიტუცია. იყო წინააზე, იყო ის ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამომხატული, ადრე იყო მოკავშირის ინტერესების გამომხატული, დღეს არის ოცნების ინტერესების გამომხატული. ქვეყანა ჭირდება კონსტიტუცია, რომელიც ხალხის ინტერესებს აღმავლობს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რამდენიმე ფუნდამენტურ დოკუმენტზე, რა დოკუმენტებია ესენი? კონსტიტუცია, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ადგილობრივი ხელისუფლება, რეფერენდუმის კანონი და ბევრი სხვა რამ, რომელიც არჩევნების კანონი და ასე შემდგომ, აი ამაზე მუშაობს ეს პარტიათა ასამბლეა. ყველაფერი მიდის პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, ანუ ჩვენ შემოვიდეთ პრინციპი, როგორც ამერიკელებმა გააკეთეს თავის დროზე. თქვენ იცით, რომ რას ამბობდნენ ამერიკის ფუძემდებლები, ჩვენ რომ ჯერ შევსულიყავით ხელისუფლებაში და მერე ვიღებო კონსტიტუცია, ეს კონსტიტუცია იქნებოდა ამერიკის დამანგრეველი. აი ჩვენ ვიდრე შევიდოდით ხელისუფლებაში, მანამდე რომ მივიდეთ კონსტიტუცია, იმითოა ამერიკა ძლიერი. ჩვენ ყველა პარტიას ვეუბნებით, ვიდრე ყველანი აი აგერ ვართ ერთად და ხალხი უყურებს ამას, მოდით ყველა ვაჩვენოთ ხალხს ვინ ვართ. მეცნიერებათა აკადემიაში წვივიდეთ მოხსენებაზე, რაიონებში წავიდეთ, ხალხი ცოცხლად დავდგეთ, ხალხის ეს პოლიტიკოსები ამ 4 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში და მოდით ეხლა ამას მოწონთ, მაგრამ ამბობენ იმას, რომ 4 წელი გავა, მე ვეუბნები, მე არ ვარ ახალგაზრდა, ასაკის მქონე და მე გთავაზობ, თუ ამას მე უჭერ ხალხს. თქვენ რამ შეგაწუხათ 50 წლის უხარ, 40 წლის უხარ, 45 წლის უხარ, რამ შეგაწუხათ ეს? თქვენ იმაზე ფიქრობთ, შეხვიდეთ თუ ფიქრობთ იმაზე, ქვეყნისთვის როგორ იქნება. ეხლა მე დადგა საკითხი, კი მაგრამ პროგრამა რა ექნება იმ გუნდს და აკვირდით როგორ კარგად აქვს ეს ყველაფერი ამ წიგნში ჩამოყალიბებულია. საარჩევნო პროგრამა. საარჩევნო პროგრამას წერენ მეცნიერები. და ვისაც ასახელებენ, ისია რომ გაკეთებ ერთიანი იმათ ეუბნებიან, რომ აი ესაა შესაძლებელი. აი ეს უნდა გაკეთდეს, რაც გვეწერეთ ჩვენ თავში. აი ამიტომ მეცნიერებმა ნახეთ 3 რამ შევძელით ჩვენ. პირველი რომ მე გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან ბევრმა ეს არ გაითვალისწინა და ახლა ველოსიპედებს ვიგონებთ, რა ვიცით. ესე იგი ჩვენ გვაქვს დღეს რეალურად ქვეყანაში ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, აი ეს წიგნია, პოტენციალი და პოტენციალებს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი, აქ არის და არა მარტო აქ ამ იმაში და ჩვენ გვაქვს პროგრამა ამ პოტენციალის ქვეყანა ამ მდგომარეობის ქვეყანაში ეს პოტენციალი როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ანუ სრულყოფილად გვაქვს ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული. 60-70 ისეთი ლოკალური პროგრამა 6 თვეში ქვეყანაში 90% მოსახლეობის მოტივირებული გახდა. მოტივირებული. აი რა ყველაზე ესენი ერქარდის ფონდშია დატარებული ზოგიერთი, დენსიაუპენის ფონდშია, სხვადასხვა ძალიან ძლიერ სამეცნიერო ცენტრებშია დატარებული გულიწდება იმაზე, რომ არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის და ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრების ვარია არ ინტერესდებიან ამებით და ყველანი მეგონებს რაღაც ახალს, არაფრის გამოგონება არ არის. ჩვენი ამოცანა დღეს არის ის, რომ შევკრათ ისეთი გუნდი, აი რომელიც ქვეყანას აიფას წინ. ჩვენ ყველანი ვიქნებით კარგად, ქვეყანაში იქნება ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. შენ კი არ უნდა გინდოდეს იქ მისვლა. შენ უნდა გინდოდეს ასეთი ხელისუფლების მოყვანა. ეგაა ძალიან ამას უნდა გქონდეს ამის პროგრამა. ამიტომ მეცნიერები ნახეთ, რომ ხალხის მონაწილეობით და პარტიების მონაწილეობით შედგა სია, გაკეთდა შეჯერება, გამოვიდა 400 კაციანი სია, ჩატარდა არჩევნები, ხალხმა შემოხაზა
კარგად არჩევანი, ავირჩიეთ პარლამენტი, პროგრამა არის მეცნიერების მიერ შემუშავებული, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაც მეწერა, პარტიები არ გვაქვს უსაფრთხოდ და ამ დროს ვაკეთებთ პარტიათა ასამბლეას, პრინციპული მნიშვნელობა აქვს კიდე ერთს, რომ იქმნება სახელმწიფო კაცების საკრებულო, რაც პატრიარქმა ბრძანა 2010 წელს პატრიარქმა ბრძანა, რომ მე თავაზობ ხელისუფლებას, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან გადაგებაშია ყველაფერი მინიშნებული, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე შეიქმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო მე პატრიარქის მონაწილეობით, თუმცა მასთან მისხედით აი ჩამოყალიბდა, მაგრამ პატრიარქს აქვს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც არიან 75-80-85 წლის, მაგრამ კიდე აქვს ენერგია და პოტენციალი აქვს გამოცდილება წესიერად იმუშავოს ყველაფერი, ამ ადამიანების ქვეყნას ეს პრაქტიკულად არის პარალელური მთავრობა, რომელიც ატარებს ხდომებს, იხილება ეროვნული საკითხები, მიდის პირდაპირ ტელევიზიით, ხალხი უსმენს ამას, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ასეთი რამ, ხელისუფლებამ შეიძლება არ გაითვალისწინოს, მაგრამ თუ ხალხი დაინახავს, რომ კარგი რამე შეთავაზა, მეცნიერება შეთავაზეს კარგი რამ და არ გაითვალისწინა, იმ ხელისუფლებას მომავალში არ აირჩევენ. არც ეს აწყობთ და არც ის აწყობს, რომ მოდით ყველამ ერთად შევქმნათ თქვათ ისეთი ტელევიზია, სადაც ყველას გარკვეულწილად ერთნაირი უფლებები გვექნება. იმ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც შეძლებს, რომ 300 კაცი შეიძლება დაასახელოს, კონდეს გარკვეული დრო 1 საათი, იცოდეს ხალხმა ვის როდის აქვს, უძრავი იყოს ეს გრაფიკი, პროექტი იგივე დროს ვარ კონდეს. ყველას ამით ჩვენ 4 დიდი რამე გამოდის, რომ ქვეყანაში პარტიების და ხალხის მონაწილეობით შეიქმნა ესეთი ეროვნული თანხმობის გუნდი, მეცნიერებმა დაწერეს მათ პროგრამა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა. პარტიები უსაქმოდ არ არიან, ასამბლეაში არიან და ამავე დროს ხალხი ხედავს, ვინ რას წარმოადგენს უკვე პარტია და შესაბამისად, ესე იგი, პროექტი, რომელსაც მეცნიერები როწერენ, ასეთ სათაური ექნება მას, რომ ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. ანუ ჩვენ ქირავ ხელისუფლებას და სასწაულია დღეს რაც ხდება ქვეყანაში და ხმას უარავინ იღებს, განათლების სისტემის რეფორმა მიიღებს, ესე იგი რაღაც სასწრაფოდ. მაშინ როდესაც არცად მსოფლიოში განათლების სამინისტრო არ წერს განათლების რეფორმის პროგრამას. 40 მინისტრი შეიცვალა და 40-ვე განათლების კონცეფცია ჩამოუყალიბა. ნორმალურ ქვეყანაში კონცეფციას წერენ ინსტიტუტები, ქვეყნდება, შედის პარლამენტში, იწება განხილვა და ბოლოს იღებს პარლამენტიდან. მე რო მივიღე კონცეფცია, იმის მიხედვით ვკირავ მინისტრს. აქ მე მინისტრს ჯერ ნიშნავენ და უნებიან შემდაწერა კონცეფციაო. რა იცით მინისტრმა თანაც კაცი, რომელიც პროკურორის მოადგილე იყო, მე მგონი ადეიშვილის მოადგილე იყო, ის დავიდები მინისტრი. ვინც არის მინისტრი და გამოცდილება სხვა და ასე შემდეგ. და საერთოდ რატომ ხდება, რომ ციხეებიდან თქვა არამებიდან გახდა ის, რომ თქვა განათლების მინისტრებად მოდიან ციხეებისგან ძალოვანი სტრუქტურების წინ მინისტრებად. ესეთი რამე მსოფლიოში მე არ ვიცი სხვაგან სად არის. აი დამამოწურებიან, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ადვოკატი არ შეიძლება გახდეს მოსამართლე. ამერიკაში მაგალითად ძალიან ბევრ ქვეყანაში არის პროკურორი გახდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა ფსიქოლოგიის ხალხი ჩვენთან ყველაფერი აღებულია. ჩვენთან ყველაფერი არის ძალიან თავდაპირველად დაგინებული. ჩვენ ვამბობთ, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკაში დავაუბრუნოთ გონება. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება გონება დაკარგულია. აქ არის ველური პოლიტიკური ძალების პარპაში. აქ არ არის გონიერება პოლიტიკაში და პოლიტიკურ ძალებში. ველზე არ ჩანს გონიერი პოლიტიკური ძალა. უსკულებით. დღევანდელი ბიუჯეტი არის თუ არა ამისისა? არის. იზრდება ხელფასების სასწაულად ადმინისტრაციულ ორგანოებში და აბსოლუტურად არაფერი სახელმწიფო მიმართულების და განათლების მიმართულებში აბსოლუტურად არაფერი. მე ვამთავრებ ერთი რამით. თელ მსოფლიოში მიღებულია ასეთი რამ, რომ დემოკრატიული არის თუ არა ქვეყანა, ეს იმის მიხედვით კი არის ზომება, ხელისუფლება რომ ამბობს, რომ ჩვენ დემოკრატიული ვართ. ამას აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმი. თელ მსოფლიოში არსებობს 5 სახის ელიტა. ელიტა ჩვენთან დაუკარგეს ისტორიას, ნორმალური არსებობს. ელიტა, ასე იგი, ინტელექტუალური, ეკონომიკური, პოლიტიკური. არსებობს ბიუროკრატიული და არსებობს სამხედრო. ქვეყანაში ასეა მიღებული საერთოდ შემოსავლების მიხედვით, რომ ქვეყანაში სადაც პირველი 3, ანუ ინტელექტუალური ელიტა, პოლიტიკური ელიტა და ეკონომიკური ელიტა, რომელიც სამართლებრივ და შეიცავს ყველაფერს, ისინი არიან ხელისუფლებაში, მხოლოდ ისინი არიან. ეს ქვეყანა არის დემოკრატიული. თუ გაელია რომელიმე
ანუ თქვა ამათთან ერთად არის ან ბიუროკრატიული ელიტა, ან სამხედრო ელიტა, ის ბიუროკრატიული ფორმად არის საქართველოში გაასწორეთ, ვინც გამოყვართ მე არ ვიცი, როდის მართავდა ამ ქვეყანას ინტელექტუალური ელიტა, როდის მართავდა პოლიტიკური ელიტა, როდის მართავდა ეკონომიკური ელიტა, მე კი ვიცი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ძირითადად მართავს სამხედრო, ანუ ძალოვანი ელიტა და ბიუროკრატიული ელიტა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს არის ჩემი მოხსენება, თუ შეკითხვები გაქვთ, მე მზადვარ ვიპასუხო. დიდი მადლობა. ხო, შეკითხვა. აი ხელია. გამარჯობა. აი ერთი კითხვა ჩვენ მოვისმინე და ყველაფერი არის ძალიან საინტერესო. მაგრამ როგორც უბრალოდ მოქალაქე და როგორც ადამიანი, რომელსაც არა განათლება, მე შემიძლია ეგეთი აზრი გამოვხმო. ესე იგი, თუ მე მეცნიერებს არ ვიცნობ პირადად და მათ საზოგადოებაში არ დაიარებ, ასე ვთქვათ, მე ფიზიკურად ნდობას ვერ გამოუხატავ და ეს ხალხი ვერ იქნება პირადად ჩემთვის ავტორიტეტი. ასე ვთქვათ, ჩემი გაუნათლებლობის გამო. და რომ გავერკვიო ამ სიტუაციაში, მე უნდა შევცვალო ცხოვრების სტილი. ჩვენ გვაქვს საქართველოს ინტერესებზე საუბარი, სადაც არის 3.700.000 კაცი. მაგრამ მე შეიძლება ხმა მომაწოდოს ნებისმიერმა სხვა ქართველმა, რომლის ინტერესებში იქნება ეს თქვენი პროექტი, რომელიც იქნება ინფლუენსერი და მაგალითად 10,000 კაცზე ექნება თავისებური გავლენა და თავისი ავტორიტეტი, ვინც იმ ადამიანს გამოუხატავს, ასე ვთქვათ, ნდობას. თქვენ ისეთი ხალხი ხართ, ვისაც აქვს მაგალითად ავტორიტეტი 5 ან 10,000 კაცზე. მე მაგალითად სულ ნდობა გამოგიხატოთ და სულ გავძლიერდეთ, მაქსიმუმ ჩემი ავტორიტეტით შემიძლია მოვიწვიოს 3 ადამიანი. ეს იქნება ზოგადად ოჯახის წევრი ალექსანდრე. ალექსანდრე ბატონო, ხო, ჩვენ არა ვართ საარჩევნო გუნდი. მე ვინ არაფერს არ. თქვენ პირველი დიდი მადლობა თქვენი გულწრფელი შეკითხვისთვის. მე სოფლიოს 99% მეცნიერს, რომელსაც ვერტნობიდან ჩემს გამოსვლებში ვიყენებდა, მე არცაც არ ვიცნობ. ამიტომ მე არ მჭირდება მეცნიერებას საზღვრები არ აქვს. და მეცნიერება სწორედ ის არის, რომელსაც ჩერჩილმა კარგად განსაზღვრა, რომ პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე და მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ მეცნიერება დაწერეს პროგრამა. მეცნიერები არ გეუბნებიან იმას, რომ ხმა მომეცეთ. მეცნიერი არ გეუბნებიან იმას, რომ ჩვენ პარტია ვართ. ამათ არც არაფერი არ უნდა. მეცნიერები ამბობენ იმას და უნდა წავიკითხოთ ეს ისევე როგორც თქვათ ხანდახან ამბობენ რომ ორი გვარი რო აქვს ის გორმაკაცმა ეგრეულად სხვადასხვა იმაში არაფერს არ ვიცნობთ თქვენ რა ვინ ისნობდა ნიუტონს მაგრამ ნიუტონის პროგრამა ვიცით ყველაფერი რომ კარგია და კვანტურმა თეორიამ აი ყველაფერი აქეთ დღეს არის ამიტომ ჩემთვის მეცნიერის ცოდნა კი არ არის თავარი ჩემთვის არის პრინციპი როგორ ყალიბდება ეს მე შემოგთავაზებ რა პრინციპებზე ყალიბდება თორე ჩვენ ხმა არ გვინდა თქვენ სწორი ხართ იმაში და ეთქობა ჩემი გრავია რომ მე არ თქვი რომ ჩვენ ხმას არავის არ ვთხოვ ჩვენ თუ მივიდეთ მონაწილეობას არჩევნებში მივიდეთ ეს საკენივით როგორ პარტია იქნება და ასე შემდგომ და აბსოლუტურად სხვა რამეა მაგრამ ამ გუნდს არავითარი არჩევნებთან მონაწილეობა არ აინტერესებს აი ეს გუნდი თავაზობს ქვეყანაზე პროექტს რომელსაც შეუძლია ქვეყანა შეცვალოს ამას არ ჭირდება თქვენს მიერ მეცნიერების ცოდნა ეს დაჭირდება მაშინ როდესაც არჩევნებზე ხმა უნდა მიცე თუ არ მიცე ამ ეს ხალხი თქვენ ხმას არაფერს არ თხოვს ეს ხალხი ამბობს იმას რომ ჩვენ ვიმუშავეთ დავწერეთ პროგრამები ქვეყნის განვითარების ეს ხალხი იქნება ჩვენ თანხმობა ამისი და ტელევიზია ქართულის პროგრამა იმიტოა წარმოდგენილი რომ ეს საზოგადოებრივი პარლამენტი რომ შეიქმნება საზოგადოებრივი პარლამენტის ხდომები იქნება პირდაპირ ეთერი თქვენი მეცნიერებსაც გაიცნო იმ ხალხსაც გაიცნო და შესაბამისად იმ პროექტებსაც გამოვიტან ჩვენ აი როგორი იქნება თქვა ჩვენი ისა მაგალითად ძალიან ბევრი ვინმეს ვეუბნები რომ დემოგრაფიული პოლიტიკა და ვეუბნებით მარტივ ფორმულას მეცნიერები ყველა ოჯახში 6 ლამზე ასაკის ბავშვი და 65 წელს გადაცილებული მარჩენა. ერთი წინააღმდეგოა, ხო? მაგრამ ეს არის ზღვა პროექტი ამის მიერ დატოვებული, რომ რეალურად სახელმწიფოს გადაატრიალებს, კარგი გაგებით. ეს ერთი ფორმულა. ესე იგი, 6 ლამზე ასაკის ბავშვს სახში ქვია მარჩენა. ყავს ბავშვი სახში. შენ უნდა იცოდე გარანტირებულია შენი ოჯახის საარსებო მინიმუმი. არის შენს ოჯახში 65 წელს გადაცილებული. გარანტირებული ეს. აი ეს პატარა ფორმულაში. აი როგორ არის თქვა ეხლა 800,000 კაცია ჩვენთან დახმარებაზე.
ამ 800,000 კაციდან ჩვენი ანგარიში 600,000 კაცს ფერმერად ვაქცევთ 5 თვეში. ფული არ გჭირდება. არაფერი რა არჩევნებს ვითხოვთ, ხმას ვითხოვთ თუ რა, ვეუბნებით ხელისუფლებას რომ მოისმინეთ. მეტი არაფერი. ჩვენ ვეუბნებით თუნდაც აი ბანკებში რო ფული აქვს დატოვებული შეტანილი ხალხს და ვერ მიიღეს. ვეუბნებით იმას რომ მოდით აი მიიღეთ ჩვენი პროგრამა რა ერთხანს ფონდში ფონდში გადარებული მარტივი რამე რომ როცა შეიტანა თქვენმა წინაპარმა ფული ის რამდენი დოლარიც იყო იმდენი დოლარის შესაბამისი ლარი გაუძლეს მაგრამ ხელში ვერ იგებ ამ ფულს მაგრამ იგებ რაში თუ შემოიტან ახალი ტექნოლოგიას თუ გააკეთებ იმას რომ აი გადასახადები რო შექმნით ახალი საწარმო რამდენიმე ვიდრე გადასახადები თქვენ არ იხდით ვიდრე ის ფული არ განუდება ყველა მზადარი ყველა იწვევს სადაც არ ჩავედი მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს ნება იმისი რომ აი მარტივი ფორმულა აგერა ისე რომ თქვენ მატერიალიზება რომ გაუკეთეს ამას მარტივი ფორმულა გაურმაგება პენსიების სისულელებს ვლაპარაკებთ მარტივად როგორ ხდება როგორც გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ როგორც მე მაქვს ბარათი და ვიღებ ბარათს საპენსიოს იგივე ბარათით მე მაღაზიაში შემიძლია ვიყიდო პროდუქტი 400 თუ 500 არის რამდენიცაა პენსია იმდენის მაგრამ უნდა ვიყიდო მხოლოდ ქართული თქვენ წარმოგიდგენიათ 1 მილიონერი პენსიონერი და 400 ლარი თვეში ამ საჭმელისთვის ეს არის რამდენი 400 მილიონი რამდენი მილიარდის პროდუქტი უნდა გამოვიტანოს სოფლიდან სულა გიცვლება ქვეყანა მარტივი ფორმულებით აი ამას ჭირდება ძალიან კარგი ჭკვიანური ეს ამეცნიერება არა ის რომ თქვა კარგია ზაკალგაზდა გაზმა გითხრა ვინმეს გორია რომ ჩვენ ხმას ვითხოვთ რაღაც ესენი არა გიგანტები ამათ ისეთი რამეები შექმნეს და თვლიან ესო წავიკითხე გამოაქვეყნა ესე იგი ბატონმა გია კვაშილავა რომ საქართველოს ასაკი 4000 წელს ადასტურებს ეს კაცი 2000 წელი ჩვენი ეკლესიის ხო არის 1900 წლის არის ჩვენი ფაზის აკადემია ანუ პირველია თელ სოფლიოში რომელი ის აკადემიები რომელზეც ლაპარაკობენ ამას პატრონი ხო ჭირდება ვინმე ხომ გაიტანოს ის დავაკითხეთ ეს კაცი როგორ დადის უცხოეთში და რასაც დებენ იმას აი აგერ უნიკალური მათემატიკოსი 1200 ლარი აქვს ხელფასი ყველაზე მეტი ციტირებადი მათემატიკოსია საქართველოსთან ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი მათემატიკოსია 1200 ლარი აქვს ხელფასი და რამდენი აქვს დეპუტატს 14000 აი ამას რო ვითმენ აი იმიტომ ვარ დასი მე უბრალოდ დიდხელ ეშინია მეცნიერების ვისაც ეშინია იმას ქვეყნის მართვა არ შეუძლია ქვეყნის მართვა შეუძლია მას ვინც ეკნობა მეცნიერებს ნუგზა შავხალაძე ეს ეროვნული ეს ყველაზე კარგია კარგი ის არის რომ მეცნიერთა ყურს და დიდი ხანია მეცნიერთა მონაწილეობას რომ რაღაც საქართველოს ქვეყანა გამოიყვანოთ ამ უზბესი მდგომარეობიდან და შევხვდეთ პროგრამები შესაბამისი პროგრამები მაგრამ ცოტა უხერხულობა გამოვიდა ამ ახალგაზრდამაც ახლა ესეთი კითხვა რომ დავსვა დაახლოებით ისა რომ და ამასინაც ბატონმა ვახშიმაც იმითაც Facebook-ითაც გადმოცა რომ ესა ვის დაასახელებდიო პარლამენტშიო რა ესე ვის შეიძლება ვის განვიშე ვერ წარმოგვიდგა მე ვერ გავეცი ბაზუქიო მე რაღაც მივიჩერო ეს ცოტა ისეთი რაღაცაა რომ ძალიან ერთი მე რო წამოვაყენო და ისე იმ შეიძლება იმასაც მოეწონოს ხო და მეორეც ერთი ამას ეხლა ჩვენმა ერთ-ერთმა განაყო ჩვენმა ერთ-ერთმა ნაცვლმა დეპუტატების მაგალითად შექმნეს მინისტრთა კაბინეტის კი ჩამოყალიბდა რის წინამძღოლს მე წავედი ეს შეიძლება სხვანაირად არ მიიღოს ხალხმა და ეხლა კი ახლა ისეთი მეცნიერები არიან რომ ეხლა ვიფიქრე ახლა რო ჩამოთვალე ფაქტობრივად მეცნიერებათა აკადემიას ვარ ვიცით ეს არის პოლიტიკური ორგანოები ჩვენ ავიჩიოთ არა მეცნიერებათა აკადემია ხო ხო და მეცნიერებათა აკადემია კიდე თქვენ კარგად იცით ახლა რო ვიყიან რასაც წარმოადგენს დღეს საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია ხო იმ რა დონესაც არის და ძალიან ძლიერი მეცნიერები ყავს ჩვენ ვიღაცა მოგწონს რა მე მგონი რომ თავარია რომ როგორ მივახციოთ იმას რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად კანონიერად და არ იყოს სიყალდე როგორ გამოვიდეს სიყალდე და ხალხი ქართული ხალხი თვითონ აირჩევს მე ეს ამ შემთხვევაში მე გეუბნები თქვენ მეორე ნაწილზე რო არჩევნების ისე ბატონო გზა ერთიანი სია რო კეთდება იქ უკვე აი ჩვენ ვამბობთ იმ კანონით უნდა ჩატარდეს არავითარი კავშირი ცვლილებები არ არის საჭირო
დღევანდელი კანონმდებლობაში ჯდება ის პრინციპი, რასაც მეცნიერები თავაზობენ. ერთიანი სია, როგორ უნდა გააყალბო ეს სია, უკვე როდესაც ერთ სიაში ვართ ყველა დასახელებული. ამაში პოლიტიკური ლიდერები არ არიან და ამაში არიან მხოლოდ და მხოლოდ პარტიების მიერ და ხალხის მიერ მხარდაჭერილი ადამიანები. ამიტომ სია ერთია. ამ სიას ვერ გააყალბეთ, გამორიცხულია ეს. ამიტომ თავისთავად და ხოლო რაც შეეხება მერე შემდგომში თქვენ სწორი ხართ პარტიათა ასამბლეა რომ იქნება პარტიათა ასამბლეა აყალიბებს არჩევნების ისეთ სისტემას რომ გაყალბება აღარ უნდა შეიძლება. თორემ პირველ ეტაპზე რამდენსაც ჩავადარებთ არჩევნებს თქვენ სწორი ხართ ასე გაგრძელდა გააყალბებთ. ბიძინა ამანიშვილი იმავე მდგომარეობაში ეხლა რომ მას ეხლა შეუძლია რომ ყველაფერი გახადოს იმისთვის რომ სხვა ხელისუფლება რომ მოვიდეს იცით რომ ეს მისთვის არის კატასტროფა. აი ესე როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძვალა კუთხეშია მიყენებული და იცის რომ მისი წასვლა თანამდებობიდან მისთვის არის პრაქტიკულად საფრთხებელი, იმიტომ რომ ვინმე აღწევს, იმიტომ თვითონ ჩამოიყვეს თავისთავად. ამიტომ ის არ წავა. ამიტომ არის საჭირო მექანიზმები. ჩვენ თავაზობთ ერთ-ერთ მექანიზმს, ამას რომ მის ინტერესებში შედის და ყველას ინტერესებში შედის, რომ სხვა პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდეს ახლა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ბატონი გოგა ჟლამიან კითხვით. მოგესალმებით. ხდიანება იმას დასაწყისებით, იმიტომ რომ ყველა ვიცით, ყველას მაგალითი, რომელიც ყველაფერს გულისხმობს. ეხლა მიიღეს კანონი, რომელიც ძალიან მალე ამბიძალოს საერთოდ ხმის სამოხდით. შეიძლება ესეთი შეკრებებიც კი აიგრძნოს. ჩვენ ეხლა უკვე იმაზე თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეს არის პრინციპი, ძალიან ხალხის საინტერესოა, მაგრამ ეს არის გარდამავალი პერიოდის პროექტი. ეს რეჟიმი დასრულდება, მერე ვერ გავაკეთებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ერთადერთი პროექტი არ არის, იმიტომ რომ არის ჯგუფები, მე მგონია ჯგუფები, რომლებიც ფიქრობენ გარდამავალ ეტაპზე რა გააკეთებენ. ანუ ამაზე სხვადასხვა ადამიანები ფიქრობენ, ზოგადად კარგი იქნება თუ მოხერხდება, მერე შეჯერება. ანუ სამწამკო ყველაზე ცოტა კაფული ისინი არის და საფრთხურად ყოფნა და ყველაფერს მუშაობ. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა არის ამ რეჟიმის დასრულება. და ეს რეჟიმი როგორ უნდა დავასრულოთ? ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეს ყველა მე. სხვანაირად არაფერი არ ბატონო თქვენ ახლა ხართ ის პიროვნება თქვენ უბრალოდ მინდა წარმოიდგინოთ. ეხლა ბატონ გოგას ვინც იცნობს შვანიას ეს ახლა ისი ძმისგან დამოუკიდებლად მე უნდა გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზულად და კარგად მოაზროვნე მე რაც აწვდედა რაც მიგზნია ძალიან საინტერესო პიროვნება. მე მაგალითად მიხარია რომ იმ სიაში ისიც არის და რაღაც არ თვით უთქვია თავარი ეგარ არის ისიც არის ამ სიაში. უბრალოდ მინდა ერთი რამ გითხრათ. ესე იგი თუ ხელისუფლება ხალხში გავა ჩვენ და მეუბნებით აი ასეთი რამე არსებობს და ხელისუფლება ამას მხარს არ დაუჭერს და ისევ არაბულის იმას დააჭირდება დუმილი რეკავსო კარგად თქვა მუხარმა ჯავარია დუმილი დარეკავს ამ ქვეყანაში დუმილი დარეკავს იმაზე მეტად ხმას არ ამოგვაღებინებენ კი არა ეს ხელისუფლება მე მგონი რომ დასრულებულია თვითონ ხედავს კარგად რომ დასრულებულია მას არ აქვს არავითარი პერსპექტივა და ვერ ხედავს გამოსავალს ამ ქვეყანაში იქნებ მეცნიერთა კონგრესის ამ წინააღმდეგობაში მათი გამოსავალიც არის და რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფები რომ არის ჩვენ ვიცით ეს ჯგუფები ბევრი ქმნის მთავრობებს მე ჩვენ ვეუბნებით არავითარი მთავრობების შექმნით ეს ნაწილი ამ ეტაპზე არ გამოვა ისლანდია იყო ბოლო მალგედოისა რომელმაც გააკეთა ძალიან კარგი რამ ჩვენ ბატონმა გიასიბუამ შეისწავლა ეს ყველაფერი ჩასული იყო ისლანდიაში შეისწავლა და სამწუხაროდ ვერ მოვიდა მაგრამ ძალიან საინტერესოა აქვს ეს გაკეთებული და ისლანდიის მოდელი რა იყო ხალხი დაჯდა ქუჩაში დაწერა კონსტიტუცია ჩაატარა არჩევნები და დაუთავრდა და დღეს არის ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასე მგონი აი ბატონ გია ხო ერთ-ერთი წარმატებული ყველაზე წარმატებული ქვეყანა ხო მაგრამ ისინი ისლანდიელები კი ბატონო ჩვენ ქართველები ვართ უკეთესები კი ვარ მაგრამ ჩვენ ცოტა სხვანაირები ვართ უკეთესები კი ვარ მამაკი რო ძალიან მეხება მაინც ერთის გაითვალისწინა იქნა მერე შეგვუშ რომ მაინც მე მგონია რომ
მე მგონია რომ ჩვენ უნდა ივაცოთ ერთიანი ძალები შენს უზენაეს საფრთხეს შემიხვა იმავე ბატონისა ხოდა ივაცოთ იმას რომ უნდა აღდგეს ის კონსტიტუცია და იმან უზენაესმა საბჭომ ამ მეცნიერთა კონგრესთან ერთად უნდა ჩაატაროს აიღოს თავზე არჩევნების ჩატარების არჩევნებიც განაჩენი ჩვენ არანაირი თანამდებობები ჩვენ არ გინდა არაფერი იმიტომ რომ ყველა ასაკშივად ბატონო თემო და მეცნიერები კიდე ხო მე მიჩვევია და იგივე მეცნიერებს ხო მეცნიერები ზაგადუშნა მე მიჩვევია თუმცა რა გრანტი არა რო გამუშავებენ არის 1200 ლარზე მუშაობს ხო და რაღაცა და ესე მე ალბათ 200-300 ლარზე მუშაობ კიდე მე და უამრავი რაღაცა ამოგონებები გვაქვს რეალიზებას ვერ ვახდებ უამრავი პროექტები მაქვს მე შეტაილი ხელისუფლებაში მე ხო ვიცამის დაუბას ყველა რავისი მე სოფლიოს ნებისმიერი კვლევითი ინსტიტუტი მომიდეს აი შენი პროექტ ცენტრი რაც ხო ოდალა შეგვიძლია ამ თემებზე შეგვიძლია რა გამოგონები და რა ისაუბროთ მაგრამ ამიტომ აქ ჩვენ უფრო მაგას მე მგონი მე რაღაცა უხერხულობა არ წავით თვითონ ამ ხალხსაც არ შეგვიძლია უხერხულობა გასულ მე არ დაეტაკოს ეს ივანიშვილი თქვენ ამას აუჩებით ხომ აი ძინა ივანიშვილს ერთი თქვა რაშიც ეხო ის არის რომ მეცნიერებს უარ უსმენს ეს მისი უბედურება მაგრამ მეცნიერებს არ ეჯახება ის ეჯახება იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებსაც ერევა ჩვენ დღეს უნდა შევძლებთ ის სრულად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკური გუნდის შექმნა აი ეს იქნება სხვა პოლიტიკური ფილოსოფიის გუნდი რომელსაც ნებისმიერი პიროვნება ოდნავ ჭკუა ვისაც გააჩნია გაუწევს ანგარიშს და გადარჩება თვითონაც მეცნიერთა კონგრესი ამბობს ძინა იმ ყველა ერთის წინააღმდეგ როცა ჩამოყალიბდა პარტიებში იყო შეცდომა არ შეიძლება რომ თელი საქართველო ერთ კაცის წინააღმდეგ გაერთიანდეს ამით ამბობ რომ ის კაცი არის ძლიერი არ არის ეს კაცი ძლიერი და საერთოდ ყველა ერთის წინააღმდეგ ეს არის ფაშისტური ისევე როგორც არ შეიძლება რომ თავადია დაუმარცხოთ ნაციონალური მოძრაობა ჩვენი პრინციპია ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის საჭიროა მაგრამ არა პოლიტიკაში რაც იცის იყოს იქ არის იქ სადაც არაფერი არ იცის და ეკუთვნება თავის რამდენიმე პიროვნებას და დაკირეებული ხალხი ხავს ისრაელიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ვიღაცები და ისინი გასაფრთხეა და ბევრი დაკერა ახლა მაგალითად იგივე წეღა მოახსენე საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ხო ეხლა ხვალ დაგეპირდა აღარა მეცნიერება და რომლებიც აი ესე იგი ამას ასე ექსპერტამობე მასე არა ვარ ჩვენ სისტემები ბატონო მუხსარი უნერვიულო ჩვენ არა ვარ ჩუსტები ნუნერვიულობთ მაგას ჩვენ ყველა ვიხედოთ საკუთარ თავს და უბრალოდ უთხრათ ერთი რამ რომ ის კი არა რომ გვეშინოდეს ვინმესი ჩვენ გვეშინოდეს ცუდი გზით არ დავიწყოთ ესაა ყველაზე საშიში ჩვენ გვეშინოდეს ცუდი პროგრამა არ შევადგინოთ თუ ჩვენ კარგ პროგრამა შევადგინოთ შევაკლებთ თავი და გავდახულოთ აი გაჩერდით ჩვენ შემოხთავაზეთ მშვიდობიანი გზა ეს უნდა აწყობდეს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ჩვენ არ ვამბობთ რომ ამის შესწორება არ შეიძლება მე ჩვენ ვლაპარაკობ პრინციპს მაგრამ რაც შეეხება მეორეს მე გითხარით რომ თუ ხელისუფლება ასეთი შილეგობით იმის და იმას გვეტყვის რომ მე თქვენ არ გეკითხებით არაფერს არ აგუსაფრთ მე მეკითხარით იგივე პიროვნება რომელიც ქუჩაზე და ამას და ქუჩის პოლიტიკოსებს და იმას ვთქვი რომ ეს უბედურება ქვეყნისთვის მე ვიქნები მზად იყო იმ ადამიანთან რიგებში რომელიც იტყვის რომ თუ ხელისუფლება არ გაშიფრავს არ გამოიტანს ყველაფერს არ გვაჩვენებს და საერთოდ უარს არ იტყვის ამ არაბული სოფლის მშენებლობაზე მე მზად ვარ ვიყო იმ სიაში რომელიც იბრძოლებს ამ ხელისუფლების დასამხობად